როგორც ბავშვი არის ოჯახის სარკე, ბრენდი არის კომპანიის სარკე. სიტყვა ბრენდი და ბრენდინგი ჩვენთვის მაინც ახალი ტერმინია. ბრენდი ადამიანია, ეს არის ჩემი ფილოსოფია. პროდუქტი ან მომსახურება ბრენდად ვერ გადაიქცევა თუ მან არ გამოიწვია ადამიანებში ემოცია, რომ ადამიანებს ის ეგულებათ, იმიტომ რომ ბრენდმა რაღაც პრობლემა უნდა გადაწყვიტოს. პრობლემას ვეძახი მოთხოვნა, მოთხოვნილება და ასე შემდეგ. მე განმარტავ ბრენდს როგორც რეპუტაციას, დადებითი რეპუტაცია. ანუ ეს ნიშნავს, რომ შენი სიტყვა და საქმე მუდმივად ემთხვევა ერთმანეთს. რა დაპირებასაც გაცევს ბრენდი, იმ დაპირებას ის ყოველთვის ასრულებს თავისი მომხმარებლებისთვის. უკვე არავის არაფრის შექმნა და წარმოება არ უჭირს. ეს აღარ არის მე-20 საუკუნე ინდუსტრიული ერა, როდესაც რამოდენიმე ქვეყანა აკეთებდა სულ რაღაც მანქანას, ეხლა ყველაფერს აკეთებს, რომ მეტად და მეტად ადამიანებს არჩევანისთვის რჩებათ მხოლოდ ემოცია. ბრენდინგი და ბრენდი ერთი და იგივე ტერმინი არ არის. ბრენდინგი არის პროცესი. ბრენდის შენების და ბრენდის შენების პროცესი არის ნდობის გენერირება. სარეკლამო კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ბრენდინგი და კომუნიკაციაც არ არის მხოლოდ რეკლამა. ბრენდინგი არის ყველაფერი, რასაც ბრენდი აკეთებს, აქციელი. ის ხალხი, ვინც უშუალოდ არის დაკავებული ბრენდინგი და მარკეტინგით კომპანიაში, ხო? დაფასებულები იყვნენ, წონა კონდეთ, ფიზიკური წონა არა, გავლენა, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან, ის ადამიანები, ვინც თვალყურს ადევნებს რა ხდება ბაზარზე. და რა ხდება ინდუსტრიაში. გამოდის ისე, რომ იმდენად მარტივად ვუყურებთ, რომ შეიძლება ერთმა ადამიანმა შეითავსოს ეს როლი. არა, ერთმა ადამიანმა არ შეიძლება. ამ დროს ამას ჭირდება მთელი ამას ჭირდება უმაღლესი თანამდებობების, პირების, მფლობელების ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი პატივისცემა უნდა მომხმარებლებისადმი, რომ დააკვირდე ადამიანს გულიანად, რომ მართლა რა გაუსწორდებოდა, რა პრობლემა დგას. თუმცა ვიტყვი, რომ შეცდომებიც ხდება, დიდ ბრენდებსაც მოსვლიათ, ამისგან დაზღვეული არ არის, მაგრამ აქ მუშაობს რეპუტაცია. ასეთ ბრენდებს ისიც ესმით, რომ აღიარონ, თქვან, რომ ჩემი სიკვდილი. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, და საბოლოო ჯამში გეუბნება იმას, რასაც გეუბნება ქრისტიანული პრინციპები, რა სინდისით, ნამუსით იცხოვრე, გააკეთე ის, რაც კარგად გამოგდის. ანუ რასაც შევქმნი იქნება იმ ღირებულების მატარებელი, რა ღირებულების მატარებელიც თავად ვარ. პერსონალური ბრენდინგი საბოლოო ჯამში ყველაზე მარტივად რო თქვა, ეს არის შენი სიცოცხლის მართვა, ცხოვრების და იმისკენ სწრაფვა, რომ შენი ცხოვრება იყოს საინტერესო და შედეგიანი, როგორც ემოციურად, ასევე მატერიალურად. რა შეგიძლია გააკეთო მხოლოდ შენ და რთული ამბავია. ეხლა ეს მარტო სიტყვების წერა და ის არ არის, რა ქვია, წერითი სავარჯიშო. ეს არის მართლა ისეთი შეთავაზებაზე ფიქრი, რაც მხოლოდ შენ შეგიძლია.